შემდეგაც გემინის საიტზე და tool-ში, ანუ ხელსაწყოებში ვირჩევთ front assistance. და ვთხოვთ სასურველი ავირჩიოთ პიკრის რეჟიმი, უკეთეს პრომპტს დავიწერს და ვეუბნებით რისი გაკეთებაც გვინდა. მაგალითად მინდა შევქმნა სურათი. ასტრო კოსმოსში. და ეხლა შეხედეთ რა ხდება. დამეხმარე. აღარ წუნდა იქ დამეხმარე. პრომპტის დაწერაში პირდაპირ შუცაც მინდა იმას. მინდა შევქმნა სურათი ასტრონავტი კოსმოსში. ეხლა ნახოთ რა ხდება. შეიძლება მაღალი ხარისხის ვოლიუმი პრომპტი რაც ანუ პრომპტის სინთეზი გადავალ ჭირდება დეტალებს ამოვიდო და ინტერესებს რა ვიზუალური სტილის უნდა იყოს გამოსახულებაო. და გვაქვს აგერ ჩამონათვალი და შეგვიძლია ავირჩიოთ ერთ-ერთი. ან შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავწეროთ აი პასუხი ახლა. მე თვითონ აღარ მოვიფიქრო. პირდაპირ აგერ შემოთავაზებული პასუხებიდან ავირჩევ. ნახოთ რა იქნება. შემდეგ კიდევ გამოგვიგზავნა შესანიშნავი არჩევანიაო, წინაზე რაც ავირჩიეთ და გადავიდეთ შემდეგ დეტალზე კონკრეტულად ასტრონავტი ამ კადრში, როგორია მისი პოზა ან მოქმედება. ასტრონავტი კოსმოსში გასვლას. ასტრონავტი თავისუფლად დაბრუნავს უწონოდა ბაზაზე კიდე დამიცის. აი ეს ავირჩიოთ, კონზე დამიცის. სკალი ჩანს, აჰა. ამას თამაშდავი და მესამე კითხვა. როგორი განათება და ფერების ბალანსი გსურთ გქონდეს ამ სურათს და რამდენიმე ვარიანტია ჩამოთვლილი. აქაც ვარიანტი ავირჩიოთ, მაგალითად ნეიტრალური მკვეთრი და ეს შუქი ნეიტრალური მაღალი სიმკვეთრით. და დექსტერი დესავჩით. მკვეთრი პირდაპირ რომელიც კონტრასტულ ღრმა შავ ჩრდილოეთ ნამდვილი კოსმოსური რეალიზმი. შემდეგი გადავიდეთ მეოთხე კითხვა. როგორი კუთხით და რა მანძილიდან გსურთ დავინახოთ ეს სცენა? კამერის ხედვის კუთხე. ფართო ხედია ზოგადად ეს ისე. ფართო ხედი ასტრონავტი პატარა ჩანს კოსმოსის უსასრულობისა და დედამიწის გიგანტური კალის ფონზე. შემდეგი ჩვენ თითქმის გვაქვს ყველა საჭირო დეტალი. დაგვრჩა ბოლოა. თასე ტექნიკურად სრულყოფილი იყოს სურათი. NASA-ს დოკუმენტური სტილის გასამყარებლად რა ტექნიკური ნიუანსები დავამატოთ გამოსახულებას. ფირის მოცულობა, ულტრათანამედროვე ციფრული ხარისხი, ობიექტური ანალიზი. კრისტალურად სულთა გამოსახული ყოველგვარი ხარვეზის გარეშე თითქოს უახლესი კამერითაა გადაღებული. გასაგებია ჩვენ შეგვიძლია ყველა აუცილებელი კომპონენტი ჰიპერრეალისტური NASA-ს დოკუმენტური სტილი. ცურავი ასტრონავტი დედამიწის ფონზე მკაცრი და კონსტანტური ის შუქი ფართო მასშტაბური ხედი და კრისტალური სულთა ულტრათანამედროვე ციფრული ხარისხი. მე მოვამზადე 3 განსხვავებული პრომპტი, რომლებიც ამ ინსტრუქციებს ეფუძნება, თუმცა მცირეოდენი ვარიაციებით აქცენტებში. 3 სხვადასხვა პრომპტი მოგგზავნა ტექნიკური რეალიზმის მასშტაბი. ეს პრომპტი აქცენტებს აკეთებს ფოტოგრაფიულ ტერმინებზე, რათა ზუსტად გადმოსცეს მესამე ტექნიკური ხარისხი და ანუ 3 ვარიანტი გვაქვს მოკლედ რა. 3 სხვადასხვა ვარიანტი. ჩვენი პრომპტების. ეხლა აქედან მოდიებოთ სადოთ. პირდაპირ შეგვიძლია გავხსნათ და დავიწყოთ უკვე ამ პრომპტის გამოყენება. ერთი არის ინგლისურად და ერთი არის ქართულად. მან ინგლისური ცოდოთ უკეთეს ხარისხს იძლევა ხოლმე ზურგადად. დავაწყებთ აქ. პირდაპირ უკვე ჩანს და ჩვენი პრომპტი ავირჩიოთ აქ სურათის შექმნა.
ნახოთ აბა რას გააკეთებს. აგერ არის ჩვენი სურათი. რაც დავუწერეთ, პატარა ჩანდეს ის და კოსმოსის ზუსტად შექმნა. ზუსტად იდეალურად შექმნა. მოდი თვითონ რომდიც მაინტერესებს, რა პონტი კონკრეტულად სამკე გავხსნით. ნახოთ რამდენად იდეალურად შეესაბამება. დააგენერირა ჰიპერრეალისტური ფართო ხედვის, პეიზაჟის ფოტოგრაფია NASA-ს დოკუმენტურ სტილში. მარტოხელა ასტრონავტი, რომელიც უსასრულობის ფონზე პატარა ჩანს, თავისუფლად დაცურავს დედამიწის დაბალ ორბიტაზე. ფონზე დომინირებს დედამიწის მასიური კალისებური ჰორიზონტი, სადაც დეტალურად ჩანს ლურჯი ოკეანეები, თეთრი მყინვარი ღრუბლები და კონტინენტები. მზის მკაცრი გაუფილტრავი პირდაპირ სხივი ეცემა ასტრონავტს გვერდიდან, რაც ქმნის ექსტრემალურად კონტრასტულ განათებას და ღრმა სამართებელივ ტბას შავ ჩრდილებს, მაღალ დეტალიზებულ სკაფანდრზე. გამოსახულება არის ულტრა თანამედროვე ციფრული ხარისხის. 8K რეზოლუციის კრისტალურად სუფთა წარმოდგენით მკვეთრი ფოკუსით, ყოველგვარი ფირის, მარჯვნივ და ხავეზების გარეშე კოსმოსის საშუალო. ანუ რაც ავირჩიეთ ჩვენი პასუხებიდან გამომდინარე, ზუსტად აქ შექმნილი მაღალი დონის პრომპტი. და სურათიც, თუ დავაკვირდებით, ზუსტად ის არის, რაც დავუწერეთ, აი ზუსტად ეგ არის რა. მოდი მეორე პრომპტი ვცადოთ აბა ეხლა. ეს მეორე ოდნავ განსხვავებული, ეს ვარიანტი უფრო მეტად ფოკუსობს სინათლის ჭრილის დრამატულ ეფექტზე და იმ იზოლაციის შეგრძნებაზე, რასაც პატარა ფიგურა ქმნის უკიდეკანო სივრცეში. ჩვენი უდიდეთი კოსმონავტი პატარა ჩანდესო და ამიტომ არის პატარა. რაც ავირჩიოთ ფოტო და ნახოთ რა შექმნის ამ პრომპტით. ვერ გვაქვს შედეგი. ეს პროცესი ცეკვებთან კოსმოსში გასვლისას მოწმობთ თეთრ გაბატონში. გამოწყობილი და რა ფიქრობ გამოგიდგენთ ზემოზე ვაგონში. და ხომ ნახოთ მესამე. თეთრი დეტალები ეს პრომპტი ხაზს უსვამს კონკრეტულ დეტალებს, როგორიცაა NASA-ს ემბლემები და ატმოსფეროს თხელი ხაზი, რათა მაქსიმალურად მიახლოვდეს რეალურ საარქივო კადრს, მაგრამ თანამედროვე ხარისხით. კარგი მოდელს. Წაგოს მომწიფრო ფოტო სურათ თანამედროვე ასტრონავტი, რომელსაც აქვსია დეტალიზებული კარი სამყაროში გასასვლელი. ცნობილი რაღაც დახატა. პრომპტი როგორც შექმნილი ფოტოები გამოსავალს სააგოს მაღალი დონის ციფრულ ფოტოს. ზამთრობით მომდევნო წუთში არის საშუალო კოსტუმები და სამყარო ნიშნები. პასიურად დივდივებს მიკრონავიგაციაში. მარტოხების პერსპექტივა უჩვენებს რომელიც პატარა ჩანს. შეატმოსფერული კიდის ფონზე და ეგეცება კადრში. განათება ხაზი კიდურესად კარგად დაუჩვენებს ინფორმაციას. თემატიკის ტექნოლოგიის Deve ამის ინგლისური ვერსია ვცადოთ. რაც სურათი.
უკეთესია. მაგიტო არის რომ ინგლისური ვერსიაც. ინგლისური ვერსია ბევრად უკეთესია ხოლმე. რა ინგლისური პრომპტი ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა. თარიღს დავიჭერებით უთხრისამდე. ეს სხვა რაღაცას. როგორც სამივე პრომპტი მივიღეთ. ქართულადაც და ინგლისურადაც. ეს თავია, რომ ინგლისურადაც გავშევდით გამოყენებ უკეთესი სურათების ხარისხის მისაღებად და შეგვიძლია ეს თეორიას დაგენერირებული პრომპტი კოპირება ჩასმის გარეშეც პირდაპირ გამოვიყენოთ მარტივად.